75 გეითი. გაფრენამდე კიდევ 2 საათია. თუ რამე არ მოეწონა, უკან გამოფრინდება. უკვე აღარაფერია პრობლემა. დაინახა, გული აუჩქარდა, დაუძახა, მოიხედა. როგორი ჭაღალაა, გაიფიქრა, იმანაც მოიხედა და სახესა ხელი აიფარა. ღმერთო ჩემო, რამდენი ხანი არ მინახი ხარ. არ მჯერა რომ შეხვდით, გადაეხვევდნენ. არ შეცვლილ ხარ უთხრა და ერთმანეთს უხერხულად გაუღიმეს. ნახეთ, მასულ თეთრი მაქვს ნაოჭები თვალებთან, მაგრამ შინაგანად ისევ ისეთი ახალგაზრდა ვარ, თქვა და გულის მხარეს თითი მიიდო. მერე საათზე დაიხედა, კიდევ 2 საათი გვაქვს, ყავა დავლიოთ, თან ვილაპარაკოთ. მაგიდასთან დასხდნენ და ისევ ტელეფონი შეამოწმა. როგორი ფრინე, კარგად, ფილმს უყურებდი. არ გიყვარს ხომ ფრენა? მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ ფრენა არა. არ მჯერა რომ გხედავ, არც მე. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მთავარია კარგი სიურპრიზი იყოს. ხომ არ გშია არა. ნერვიულობ, სიმართლე გითხრა კი. რაღაც მასალები მოვამზადე, მერე გაჩვენებ. ამის რო გვექნება, მომიევი კიდევ სხვა რაშვები. რა ვიცი, ყველაფერი კარგად არის. უმცროსი შვილი ცოტა გულდაწყვეტილი იყო ამდენი ხნით რომ მოვდივარ. უფროს გაუხარდა შენებს. უკვე ძალიან დიდები არიან, თავისი ცხოვრება აქვთ. ასეც უნდა იყოს, წარმომიდგენია როგორი ყურადღებიანი მამა ხარ. იმედია ყველაზე მეტად ესმინდა და არ ვიცი გამომდის თუ არა. რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ცხოვრების გაგრძელება გადავწყვიტე. სწორედ მოვიქეცი, მერე იყო ბედნიერი წუთები და ახალი პერსპექტივები. ყოველთვის ასია რთულ პერიოდს აუცილებლად მოსდევს გამონათება, ძლიერი ადამიანი ხარ, გამოგივა. იმედია, შენკენ რა ხდება, კიდევ ერთხელ ჩაეკითხა. ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება. ესეც ჰომეროსი გაეհიმა. არა ამჯერად დედა ჩემი ხშირად მიმეორებს ხოლმე. გაიცინეს. თუ დაასრულე დავიძრათ ნელ-ნელა. კი სანამ ტელეფონი იჭერს დავლეკავ. იქაც არის ინტერნეტი. არა არ მინდა. ერთადერთი დადებითი, რაც ფრენას აქვს, ის არის რომ ვერ აკონტროლებ ვერც დროსა და ვერც მოვლენებს. როგორც ყოველთვის მართალი ხარ. ტელეფონი აიღო და გავიდა თბილისში, დილის 6 საათი იყო და ნელ-ნელა თენდებოდა, არ უპასუხეს. უკან დაბრუნებულს გასასვლელთან რიგი დახვდა. პასპორტი ამოიღო და გვერდით დაუდგა. რამდენი ხანია ფრენა იცოდა, მაგრამ უხერხული პაუზის შესავსებად მაინც იკითხა. 5. ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია თვითმფრინავი. ნამდვილად, უხალისოდ უპასუხა. თვითმფრინავში ავიდნენ და მოეწყნენ, ზურგჩანთიდან წიგნი ამოიღო და ისევ შეხედა. თავი ვერ შეიკავა და უთხრა. შეიძლება ამის დრო არ არის, მაგრამ ასე მგონია არ გიყვარს სხვისი დახმარების ყურადღების მიღება. მიიღე, ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა. მიიღე და გაეცი თუ გინდა. ასე სამყაროც უფრო ლამაზი ხდება და ცხოვრებაც, მაგრამ წინასწარ გავთხილებ, ზრუნველობა თუ ზედმეტი მომივა გამაჩერე. ოღონდ არ დაიძაბო, კედელი არ ააშენო. შეიძლება მართალი ხარ. ბოდიში თუ ზღვარი გადავლახე. არა მეგობრებს შორის ეს არ არის პრობლემა. აბა კარგი ფრენა, დაღრილობა იქნო ამდენი ფიქრის ემოციის შემდეგ, უცხო ადგილი, ახალი გამოწვევა, ახალი და ძველი ადამიანები. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრებში უფრო იდეალურები არიან ვიდრე რეალობაში. იცი ჩვენმა მეგობრობამ გადამატანინა რთული პერიოდი. ხანდახან საჭირო დროს და საჭირო ადგილას ჩნდებიან ადამიანები. არ გავაფუჭოთ და მაშინ ამ მეგობრობასაც არ ექნება დასასრული, გაუღიმა და ხელი მოუჭირა. ნელ-ნელა აფრინდნენ. მთავარია, იკაროსივით არ მოგვევიდეს, ზედმეტად ზევით არ ავიჭრათ და მზე ფრთები არ დაგვიდნოს. გაიფიქრა, თვალები დახუჭა და დაწინებას.